და ბოლოს რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგვიძლია არ შევეხოთ ესეთ თემას ქართველები მეორე მსოფლიო ომში. საქართველოს ძალიან დიდი მსხვერპლი გაიყო ამ ომში, 700,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე საქართველოს რესპუბლიკაში ცხოვრები იქნა გაწეული საბჭოთა არმიის რიგებში. საქართველო არის საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკა, ბუნებრივია ის ემორჩილება გაწევის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწევის იმ წესს, რაც საბჭოთა კავშირში არსებობს და რესპუბლიკის მცხოვრებთა 1/5 იქნა სწორედ გაწეული ჯარში. აქედან თითქმის ნახევარი დაიჭრა მძიმედ ან დაიღუპა, ესე ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია, მით უმეტეს გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში მადლობა ღმერთს სამხედრო ოპერაციებს ადგილი არ ქონია, ქართული ქალაქები არ დაბომბილა, ან ყოველ შემთხვევაში იყო რამდენიმე ასეთი მცდელობა, მაგრამ მსხვერპლი მას არ მოჰყოლია და აქ არ მიმდინარეობდა სამხედრო შეტაკებები, ასეთ შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობა ბუნებრივია გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა მშვიდობიანი მოქალაქეებით. საქართველოს რესპუბლიკამ დაკარგა სადღაც 350,000 ყველაზე შრომის უნარიანი ადამიანი, ესენი არიან მამაკაცები, ასაკში 18-დან ალბათ სადღაც 35-40 წლამდე, რომლებიც რა თქმა უნდა ეს მსხვერპლი შემდგომშიც გამოვლინდა, აი ამით მიღებული შედეგები, როდესაც თქვათ ბალანსი საქართველოს მოსახლეობაში უარყოფითი ნიშნით შეიცვალა. მეორე მხრივ საბჭოთა სარდლობა, საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ საბჭოთა მოქალაქეებისთვის ეს ომი ყოფილიყო სამამულო ომი, მათ შორის იმ ხალხისთვის, რომლებიც თქვათ რეალურად საბჭოთა კავშირში ძალად იყვნენ გაერთიანებულნი, შეყვანილნი, ჩვენ ვიცით, რომ 1921 წელს საქართველო ოკუპირებული აღმოჩნდა რუსეთის წითელი არმიის მიერ და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველო წარმოადგენდა საბჭოთა რესპუბლიკას. იმისთვის, რომ ეს პატრიოტული განწყობა მოსახლეობაში აემაღლებინა, რა თქმა უნდა, ამას ემსახურებოდა მთელი საბჭოთა აგიტაცია, პროპაგანდა და მეორე მხრივ თქვათ ისიც, რომ იქნებოდა ეროვნული ბატალიონები. 1938 წლამდე არსებობდა ეროვნული ბატალიონები, მაგათ ქართული დივიზიები, ქართული ბატალიონები, სომხური, უკრაინული, მაგრამ 38 წელს ეს მოისპო, მაგრამ 42 წელს კვლავ აღსდგა და შეიქმნა რამდენიმე ასეთი ქართული ბატალიონიც. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია გავეცნოთ ისტორიკოსების მოსაზრებას თუ როგორი იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მისადმი რაც უკვე ვთქვით, ეს ომი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამამულო ომად გამოაცხადა საბჭოთა იდეოლოგიის ბატონობის პირობებში აღზრდილ ქართველი ერის დიდ ნაწილს შეეროდა, რომ ომი მართლაც სამამულო იყო. ამ ადამიანებმა განსაკუთრებით თავდადებით იბრძოლეს მთელი ომის მანძილზე და მათმა დიდმა ნაწილმა სიცოცხლეც გასწირა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი მართლაც შეგნებით მიდიოდა ამ ომში, მისთვის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო სამამულო ომი, საბჭოთა კავშირის დაცვა იყო სამამულო ბრძოლა. ამას ხელს უწყობდა ის, რომ აი უკვე რამდენიმე ათეული წელია, თითქმის 2 წელია, რაც საბჭოთა იდეოლოგია აი ესეთ დამოკიდებულებებს ამყარებდა ხალხში, რომლებიც საქართველოსა თუ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრობდა. ჩვენ ერთ-ერთ დავალებად მე მინდა ზუსტად ეს მოგცეთ და გთხოვოთ, რომ ჩამოაყალიბოთ საკუთარი პოზიცია. გასაგებია, რომ ქართველი ხალხი იძულებული იყო მიიღო მონაწილეობა ამ ომში, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება თუ არა ეს ომი იყოს ქართველი ხალხისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის სამამულო ომი. მეორე მხრივ უნდა მიიღო თუ არა მას ამ ომში მონაწილეობა. იყო თუ არა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, გარკვეული მოვალეობა ყველა ცივილიზებული ხალხისათვის და მათ შორის ქართველი ხალხისათვის. მოდით აი ამ კითხვებზე ჩვენ ვიფიქროთ და უფრო ჩამოყალიბებული პოზიციით ერთმანეთს გავუზიაროთ.
საქართველოს არა მარტო ჯარის გამოყვანა ეკისრებოდა, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყანა იმითაც ასრულებდა, რომ აქ მზადდებოდა ბევრი ის ტექნიკა, ტყვია წამალი, რომელიც ბრძოლის ველზე იგზავნებოდა და ჩვენ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ საქართველოს რესპუბლიკა მას დიდი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში და მის გამარჯვებაში. თუმცა არსებობდა განსხვავებული პოზიციაც, მათ შორის ჩვენ მხედველობაში გვაქვს 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფზე, არ ვიცი ბჭყალებში ვსვამ ამას, ანუ ეს იყო საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რომელიც შედგა სტუდენტებისაგან და ასპირანტებისაგან და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო სწორედ ლევან გოთუა, შემდეგში უკვე ცნობილი ქართველი მწერალი. რა იყო აი ამ თავდაცვის კომიტეტის მიზანი? მისი მიზანი, რეალურად ესენი იყვნენ ანტისაბჭოურად განწყობილნი, მათ მიაჩნდათ, რომ საბჭოთა კავშირის მომავალი ძალიან უპერსპექტივოა, ეს არის პერიოდი, როცა გერმანული არმია დიდ წარმატებებს აღწევს და როგორც ვიცით, მოსკოვის ბედიც კი ძალიან კრიზისული იყო, უპერსპექტივო ჩანდა. ამიტომ როცა საქართველოში შემოვიდოდა გერმანული ჯარი, აი ამ ისინი მედოვნებდნენ, რომ დაამყარებდნენ გერმანიის სარდლობასთან გარკვეულ კავშირს და მოლაპარაკების გზით შეიძლება აი მათი ოცნების ასრულებაც კი გამხდარიყო შესაძლებელი, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. თუმცა საბჭოთა უშიშროებას არ გაშირვებია ამ ჯგუფის გამოვლენა, 33 ახალგაზრდა იქნა დაპატიმრებული, ამათგან 17 სიკვდილით დაახვრეთ და მიესაჯეს, დანარჩენები კი სხვადასხვა ვადით გადასახლებული იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში. ქართველი ახლა კონკრეტული მაგალითებიც მინდა მე მოგიყვანოთ, თუ სად გამოიჩინეს ქართველებმა თავი, მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლად იქცა 42 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლები. საბჭოთა კავშირმა დაგეგმა კონტრშეტევა, რომელიც ამ ნახევარკუნძულის განთავისუფლებას ისახავდა მიზნად და კერძოდ სევასტოპოლისა, მნიშვნელოვანი ქალაქისა და აქ თავმოყრილი იქნა სხვადასხვა დივიზიები, მათ შორის ეს იყო 224 ქართული დივიზია. ეს ბრძოლები ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი, ფაქტურად ეს ბრძოლები საბჭოთა სარდლობამ გაწირა უეჭველი სიკვდილისათვის და 224 ქართული დივიზია თითქმის მთლიანად განადგურდა ქერჩი, ყირიმის ნახევარკუნძული იქცა ქართველთა სასაკლაოდ. ასევე ქართველები იბრძოდნენ კავკასიის უღელტეხილის დასაცავად. 1942 წლიდან გერმანელები სამხრეთით გაიჭრებიან. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ესეთი მათი შეჩერება მოხერხდა სტალინგრადთან, როცა საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ბრძოლებში გერმანიის ჯარი, თუმცა მათი წარმატება აქამდე საკმაოდ თვალშისაცემი იყო, მათ ჩრდილოეთ კავკასია რეალურად დაიკავეს და მათი მიზანი იყო სამხრეთ კავკასიაში შემოჭრაც, ბაქოს ნავთობის ხელში ჩაგდება, რა თქმა უნდა, საქართველოს და სომხეთის აღება და გაკონტროლება. ამ ოპერაციას ეწოდებოდა ედელვაისი და ოპერაციის ფარგლებში ისინი რამდენიმე ქართულ ქალაქსაც ბომბავენ, მაგრამ როგორც გითხარით, ეს დიდი ნგრევი და მსხვერპლით არ აღინიშნა და აი ამ კავკასიის უღელტეხილზე ძალიან დიდ წინააღმდეგობას უკვე გერმანელებს უწევს ქართული დივიზია, ქართული თანაყოფები და მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებნი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანი მოსახლეობა, სვანებმა ძალიან კარგად იციან მთის ბილიკები, გადასასვლელები, ისინი მეგზურობას უწევდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს და ამისთვის მაგალითად არსებობს რამდენიმე დოკუმენტი, როდესაც სტალინი უშუალოდ მათ მადლობას უცხადებს აღნიშნული გაწეული დახმარებისათვის. კავკასიის მისადგომებს კი 42 არმია, საბჭოთა არმია იცავდა, რომლის მეთაური იყო გენერალი კონსტანტინე ლესელიძე და ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან საბჭოთა გენერლად.
ასევე ქართველები მონაწილეობდნენ ქართული დივიზიებით თუ სხვა დივიზიებში ინტეგრირებით ლენინგრადისთვის ბრძოლებში, მოსკოვის თავდაცვის ბრძოლაში, სტალინგრადის ბრძოლაში, უკრაინის, ბელორუსიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ 55 წლის 1 მაისს ბერლინში რაიხსტაგზე სწორედ ქართველმა კანთარიამ აღმართა ეგორავთან ერთად საბჭოთა დროშა, რაც აი გამარჯვების სიმბოლოდ არის ქცეული. ასევე ცალკეული გმირობის მაგალითებიც მინდა მე გავიხსენო, მაგალითად ეს გახლავთ შოთა გამცემლიძის მაგალითი ბელორუსიაში ის ხელმძღვანელობის კონით გერმანელთან მეწინავე ტანკს შეუვარდა, თავი აიფეთქა, ტანკიც ააფეთქა, რითაც დააბკოლა გერმანელთა შეტევა და საბჭოთა ჯარმა ამით უკვე ისარგებლა და უფრო მეტი დარტყმა მიაყენა მტერს. კიევის ბრძოლებში კი 42 ქართველ მეომარს მიენიჭა საბჭოთა კავშირის ბრძოლის გმირის წოდება, გმირის ორდენი. ქართველები იბრძვიან ფაშიზმის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგობის მოძრაობაშიც აქტიურად. მაგალითად, ეს იყო პოლონელი ხალხის ბრძოლა, ფრანგი, იტალიელი ხალხის ბრძოლა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია თორემ მოსულიშვილის გმირობა. ჩვენ აქ ძალიან მოკლედ გვიწერია, თქვათ, თუ რა ჩაიდინა მან, თქვენ შეგეძლიათ ეს წაიკითხოთ და ცალკეც მოიპოვოთ მის შესახებ ისტორია და დარწმუნდებით, რომ იტალიის მთავრობამ სრულიად დამსახურებულად თორემ მოსულიშვილს იტალიის სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. ასევე რაღაც უნიკალური შემთხვევა გრიგოლ ფერაძის მოქმედება, მისი ტრაგიკული აღსასრული და ქართულმა ეკლესიამ მის წმინდანად შერაცხა და ძალიან გამორჩეული ოფიცერი იყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობისა დიმიტრი ამილახვარი. აი პარიზში მის საფლავს ასეთი წარწერა ამშვენებს. დიმიტრი ამილახვარი იყო ღირსეული შვილი თავისი სამშობლოს საქართველოს და ერთგული საფრანგეთისა. ეს არის ერთი მხარე ქართველთა მონაწილეობისა, ანუ ქართველები მონაწილეობდნენ როგორც საბჭოთა არმიის რიგებში, ასევე ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანათა რიგებშიც. ჩვენ მაგალითად პოლონეთი ვთქვით, იტალია, საფრანგეთი, მაგრამ გარკვეული ნაწილი ქართველი მებრძოლებისა უშუალოდ ვერმახტის რიგებში იბრძოდა. ეს არის ორი ესე ვთქვათ დაჯგუფებასავით. ერთი ესენი იყვნენ ადამიანები, რომ ემიგრირებულნი გერმანიაში, რომლებიც ვთქვათ დგანან გერმანიის სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის სამხედრო სამსახურში და ისინი თავისთავად შეადგენდნენ იმ მეომრებს, რომლებიც ვერმახტის რიგებში იბრძვიან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. და მეორენი ესენი იყვნენ საბჭოთა ტყვეები, რომლებსაც მიეცათ ესეთი არჩევანი, რომ განთავისუფლებოდნენ ტყვეობიდან, თუ ისინი გერმანელთა რიგებში იბრძოლებდნენ. და მათმა ნაწილმა ეს არჩევანი გააკეთა, მეორე ნაწილმა უარყო ეს შეთავაზება. ჩვენ მან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციაც ორ ნაწილად არის გაყოფილი, მაგალითად სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, აკაკი ჩხენკელი და სხვები მხარს არ უჭერენ, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს, საბჭოთა რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს ისინი წინააღმდეგი არიან ფაშიზმის მხარდაჭერისა, ის მათი акценти უფრო გაკეთებულია ამერიკის, ინგლისისა და საფრანგეთის გამარჯვებაზე. თუმცა ქართველ ემიგრანტთა მეორე ნაწილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მათი თანამოაზრეები, ეს ვთქვათ, სპირიდონ კედიან პარტიის თავმჯდომარე რევაზ გაბაშვილი, ავალიშვილი და სხვები, უკვე გერმანიის მხარეს აშკარად იკავებენ და მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ გერმანიის გამარჯვება არის საწინდარი იმისა, რომ საქართველო განთავისუფლდეს კომუნისტური უღლისაგან.